Ჩვენთა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ კვირა ძალს შეგვეციოს დღევანდელი წმინდანების ყველა წმინდანის მადლით ვიფასებო, ვისაც ჩვენ დღეს ვიხსენიებთ. პირიქთისამ დაუწოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი დედა ეკლესია. ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ დღევანდელ მსახურებას, დღევანდელ საკითხავებთან დაკავშირებითაც, დღევანდელი მსახურების ბოლოს. ერთ თანამედროვე ხელოვნებაცოდნეს უწერია ესეთი სიტყვები. ძველი მხატვრებიო ხატავდნენო ბზერას და ახალი მხატვრებიო ხატავენო თვალებს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ალბათ მართებული, რომ უცებ ერთ ტაფაში შევწვავთ ყველა ძველი და ყველა ახალი, ცალ-ცალკე თუნდაც ორ სხვადასხვა ტაფაში. იმიტომ რომ ადრეც იყო სხვანაირი და დღესაც არის სხვანაირი და დღესაც ბევრია ადამიანი, ვისაც თავისი სული, გული და გონება ყოველთვის ახლოს ხავს. მაგრამ ამ ფრაზაში დევს ძალიან სიმართლე თავისებური, დასაფიქრებელი, ერთია მზერა და ერთია თვალები. მზერა როგორც შინაგანის გამომხატველი, პოზიციის, დამოკიდებულების, სულის სარკე მართლა. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები როგორ თავისუფლებას ვეძიებთ? იმიტომ რომ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ფრაზა, რომელიც ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქრისტემ განგანთავისუფლა თქვენ გაგააზნაურათ და კვალად მონებასა თავს იდევთ. ანუ ხელახლა მონობისკენ ნუ მიიდრიკებით. პავლე მოციქულის ეს სიტყვები, რომ მან საკუთარი სისხლით გამოგისყიდათ და ძალიან გვირია თქვენში გადახდილი, ეს არის უნიშნელოვანესი სიტყვები. ეს არის გულის სიტყვები. რა თქმა უნდა, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ქრისტე არის ღირებულება და ვისთვისაც ეკლესიურობა არ არის მხოლოდ რაღაცის ნაწილი, ტრადიციის ნაწილი, ქართველობის ნაწილი, მისი ცხოვრების, მოცლილობის ნაწილი, მოდის ნაწილი, ან კიდევ რაღაცის ნაწილი. ვისთვისაც ეს ყველაფერი იკავებს თავის ჯეროვან ადგილს, რაც ეკუთვნის ღვთის რწმენას. ვისთვისაც ეს ყველაფერი არის განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორ უყურებთ ჩვენს გარე სამყაროს, ჩვენს საკუთარ თავს და ყველაფერს, ანუ ვცდილობთ თუ არა ვუმზიროთ საკუთარ თავს ღმერთის თვალებით, აი ეს ყველაფერი განსაზღვრავს უკვე ადამიანის ნამდვილად ქრისტიანობასა და ღვთისნიერებას. დღევანდელი სახარებაც და სამოციქულოც ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საგულისხმო იყო. ერთის მხრივ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ძალიან დიდი სუფრა გაამზადა უფალმა. ვიღაცა ბატონმა, იგავი იყო ერთ-ერთი დღევანდელი სახარების საკითხი. ძალიან დიდი სუფრა გაამზადა ბატონმა და დაპატიჟა ხალხი. უამრავი ადამიანი, რომელიც თან როგორი ფრაზა წერია, რომ ჩინებულთა გააგზავნაო მონაი თვისი ჟამსაპურისას, არაფერზე არავინ არ დატვირთა. უკვე გაშლილ ტურობაზე, გამზადებულზე დაუძახა ხალხს, რომლებიც იყვნენ ჩინებულნი, ანუ წინასწარ გამორჩეული და წინასწარ გაფრთხილებული. და უთხრა, აჰა ესე რა პური ჩემი მზარს ყოველი. და თითოეულმა ნიწყო ჯმნად, ანუ თავის არიდებად ამ ყველაფრისგან. პირველმა მარქვა მას აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედამის მისვლად და ხილვად. აი მოულოდნელად მიწავიყიდეო და ეხლა უნდა წავიდე ვნახო ერთი რა ხდება რა მიწარებურა. გლოცავრო განმიტევო და დამან ბოდიში. მეორე მუთხრა რომ
უღლეული ხართა ვიყიდე, წვილი ხარი ვიყიდეო, ხარკამეჩი ვიყიდეო და აი ახლა გამოსაცდელად ვიყავსო ეს ხარ. ამებს სხვა შორის თავის განმარტებები აქვს. დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ, რას ნიშნავს მიწა, რას ნიშნავს ეს ხარები, წმინდა მამები, ამაზეც საუბრობ. დღეს ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. ხარები ვიყიდეო და ლოცავ ვერ მოვალ. ჯმნულცა ვარ შენგან, ანუ რაღაც გერიდებიო და ვერ მოვდივარ. მერე სხვა მან თქვა, ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ხელმეწიფების მოსვლა. ახალი შეთული ყავს ცოლი და ბოდიში. აქ საუბარია გაფრთხილებულ ხალხზე. მოვიდა მონა და უთხრა უფალსათვისა, ესე ყოველი. ანუ მოპატიჟე მონა მოვიდა. ეს არის რა, იცით, ბატონი უფალია და ეს მონა არის რა თქმა უნდა ანგელოზი. ანგელოზი, რომელიც ყოველ ჩვენგანს თუ გულს მოусმენთ, ყოველთვის ანიშნებს ხოლმე სწორ გზას, რომელიც შეიძლება საზარმაცო, ცოტა საშიში, ცოტა ისეთი, ცოტა ასეთი მოგვეჩვენოს, მაგრამ მანდ უნდა გამოჩნდეს ჩვენი უკვე ხოჩაღობა. აი ახლა შევწყვეთ სახარების კითხვას და მოგიყვებით ერთ ნამდვილ ამბავს, რომელიც ერთ ჩემ უფროს მეგობარს სასულიერო პირს გადახდა. ეს არის 90-იანი წლების შუა ნაწილი, ალბათ 95-96 წელი. აი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, თქვენი უმრავლესობა მაგ დროს უკვე მრევლი იყო, მადლობა უფალს, დამსახურებული ძველი მრევლი ხართ შეკრებილი ბევრი, მაგრამ ყველა არა, ზოგი მასმერე შემოუერთდა რა თქმა უნდა ქრისტეს ეკლესიას, აი ამ ყურობას, რომელზეც უფალი გვეპატიჟება და ამ დროს ამ ამბის აი პირად მონაყოლს იყვებით ამ კაცისას. ეს არის ახალგაზრდა, მაშინ იცით როგორი აი დაიწყო გახსნები ტაძრებისა, გადმოცემები რაღაც შენობებისა, მონასტრების აღდგენა, დღეს ჩვენ აღდგენილს და მოპირკეთებულს და გალამაზებულს ხედავთ, მაშინ ასე კი არ იყო. პირველი თაობის მამებმა, დედებმა რო იტყვიან საკუთარი სიცოცხლე შეალიეს ამ ყველაფერს. ბევრი მათგანი რაღაცა უჭერო რაღაც შენობაში ცხოვრობდა, იმიტომ რომ რაც მიცეს კედლები იქ იყო, რაღაცა რკინის კონტეინერებში, კარვებში, აი ვიღაცა მონადირის ძველი ხაკისფერი კარვები რო იყვნენ, 1000-ნაირ პირობებში მკვიდრდებოდნენ ხოლმე იმ თავიანთ საცხოვრებლებთან ახლოს, რომელიც მათ მიბარდებოდა და იწყებდნენ ხოლმე აი კენჭის კენჭზე დადებას, რომ თანდათან ეს ადგილი რაღაცად ქცეული ყოფილა. დღეს რომ მივდივართ და მოგწონს ბევრგან ეს ყველაფერი, ეს ამ ხალხის ჯანმრთელობის, ამ ხალხის დროის, ამ ხალხის აი ღმერთის წყალობით ამ ხალხის გულმოდგინების დამსახურება. და არ დავასახელებ ახლა რომელ მონასტერში მოხდა ეს ამბავი. ძალიან ბედნიერები ვართო, მამათა მონასტერია, ერთი 5 არიან სულ შეკრებილი და ხის პატარა კელიების შეკვრა დავიწყეთო. მასალა ვიშოვეთო სადღაც, რაღაც ძველი ფიცრები, რაღაცები და ხის რამდენიმე ოთახის შეჭედვა დაიწყეს, რომ დასაწოლი ადგილი კონდეთ. ხო, იყო შემთხვევები, სადღაც სოფელთან ახლოს, მაგალითად ვიღაცა ათხოვებდა ხოლმე ოთახს, რომ მოდი ჩემთან ვიღაცა ძველი ღვთისმიერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირიქით იყო, მიეჭრებოდნენ და საკეიფო ადგილია ჩვენი და აბა სხვავსფლავთაკ და ცემა, ტყეპა და რას უკეთებდნენ ხოლმე იმ მამებს და დედებს, რომლების უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ბევრმა თქვენგანმა იცის და ბევრმა კიდე ბევრი შეიძლება გაიგოს და მოისმინოს. ხო და ისეთი მკვდარი ვარ, ისეთი დაღლი ვარ და ახალგაზრდა მონაზონი ვარ, რომ მეკითხავ. დღესაც ფიზიკურად ესეთია, დიდია, ჩემზე კიდე ბლომად დიდია ეს და ახალგაზრდა მაშინ იყო ალბათ ესე 28 წლის, 29 წლის, აი ჯანზე ვარო, რო იტყვიან, მაგრამ იმდენი ვიმუშავეთ. ქვები ვზიდეთო, რაღაც საფუძველი გავჭერითო, მიწა მოვჭერითო, მერე ეს ფიცრები ვხერხეთ, ვაშალაშინეთ, დღეს რო აიარაღებ, ხელით აი დახოცილებ და რო დაღამდავ, შუქი არა აქვს. და რო ვეღარაფერს ხედავდითო, წავედიო და დავეგდეო ჩემ რაღაცა პატარა ოთახი რაც აქვს და ისე ვარო, ესე იგი, დაღლილიო რომ აი სამხედრო ჩექმები მეცვალო, იმისი გახდის თავი არ ამაკო, ღილები რო შევიხსნა, იმის თავი არ ამაკო, ისე ვარ გადაკანცულიო და
არა და მონაზონი ვარო და საღამოს კანონი მაქვს ასაკითხიო, ხო, პსალმუნები, რაღაცა, რაც არის ხოლმე, ვისაც რა კანონი აქვს დადებული და ღმერთს თხოვევ. აი უფალო შენ ხო მამა ხარ, ხო ყველაფერი გესმისო. ხო მიყურებო შენზე კარგად ვინ იცის რა მდგომარეობაში ვარ. ცოტა ხანი უნდა დავისვენო რა. თორემ ვერც წავი ფეხზე ვერ ვდგები. აპატიო თუ ვერ წა ცოტა ხანს დავისვენებო და და ესე ვარო გაჩერებული და არ გასულაო 10-15 წუთი. ისეთი ძალა მომეცავა. ისეთი აი ჯანი მომეცავა. თითქოს მთელი დღე მიწა კი არ მომიჭრია და ქვები კი არ მიტრევია, ერთი თვე რაღაცა კურორტზე ვარ ნამყოფი და რა ვიცი, ბალნეოლოგიური და მთელი ამბები ისე კარგად უგზნობდიო თავსო და გავკარი ფეხი ამ იმეებსო, რა ქვია, სამხედრო ჩექმებს კირზავოის რო ეძახდნენ ხოლმე და მოვინაცვლე გვერდიო და გავაგზელე ჩემი ჭკუით დასვენება. გავაგზელე დასვენებაო და არ გასულა 1-20 წუთიო. ვითომ დაღლილი ვარ. უკვე ჩემ თავს ასე ჩავუწყვალებ, ხო დაღლილი ვარ. პატიოსანი უნდა იყო მართლა ადამიანი ყველგან და ყოველთვის. აი როგორც დიდი ტრაქტორიო, დიდი რაღაცა სატვირთო მანქანა დაეჯახოს. რაღაც ესეთ ხის ფეხებზე შემდგარი პატარა ხის კელი აქვს და ამას. მეც მაქვს ნანახი ის კელი ამაში. აი რომ დაეჯახაო რაღაცა ამას, რომ დაიწყო ყევა. ჩემმა ოთახმა ჩამოცვიდა თუკი კედლებზე რამე იყო, ხატი, წიგნი, ბევრიც რა იქნებოდა, 2-2-ზე 3-3-ზე ოთახი იქნებოდა. იმდენად ირყევაო ყველაფერი, ვერჯერადაც კი არ შეირყა. იმდენად ირყევაო, რომ ვერ ვდგებიო, იმიტომ რომ ვარდებიო და აი ესე წაქცეულიო მივხოხდიო და სკვნილი მეკიდაო რაღაცა ლოგინის ბოლოშიო და ის მოვხსენიო 100 მარცვლიანი სკვნილი. და თუ კი რამე ლოცვა მახსოვდა და არ მახსოვდა, ესე დავარდნილმა რომ დავიწყე ლოცვა და ამ სკვილს თავი მარცვლავო, რას ლოცულობ, დღესაც არ ვიცი რა ვილოცე, ყველაფერი ვილოცე, რაც ვიცოდი ზეპირად და არაზეპირად და დილა რო გათენდაო, ერთი რაც ასევე ჩამეძინა. როგორ ჩამეძინა არ მახსოვსო, არაფერი არ მახსოვსო. და დილა რო გათენდაო, ასევე იატაკზე დაგდებულს გამეღვიძა. და ეს 100 მარცვალი იყო მთელ ოთახში, მე არ მიქნია ვიცი. 100-ვე მარცვალი ამ სკვნილისა მთელ ოთახში იყო ასე მობნეული სათითაოდ დაწყვეტილი ნაკსოვის სკვნილები რო. სათითაო მარცვლად დაწიწკნილიო სულ. და მას მერეო აი ჩემ თავს უთხარიო, რომ აი ვის ატყუებ. ხო თხოვეო ღმერთსო, რომ დავისვენებო და ძალა აი თუ მექნება ამისი ძალა გავაკეთებ. ძალა მომეცა იმდენი ხელახლა მთელი დღის სამუშაოს ხელახლა გავაკეთებდი. და იმ წუთშივე ვითაღლითე. როგორც კი ვითაღლითე და დამთავრდა შენი ღვთის წინაშე სიმართლე და მფარველობა. და დაგეჯახა რო იტყვიან, ისეთი დაგეჯახა ეს ბოროტი დრო მორჩა გაცა. აი ესეა ხალხო. აპატიოსნება მართლა სიმართლე, ეს არის ისეთი რამ, რასაც ყავლი არ გაზდის არასოდეს. იმიტომ რომ ჩვენ საფრთხო სიმართლეს ვეძი. და ჩვენც ამიტომ, როდესაც აი ამ სახარებას ვკითხულობ, აი წინასწარ გაფრთხილებულმა ხალხმა რამდენიერი მიზეზი მოიგონა, რომ არ მისულიყვნენ თან სუფრაზე სამუშაოდ ეძახის ვინმე, სუფრაზეა დაპატიჟებული ეს ხალხი. სუფრა სასუფევლის სიმბოლოა. ის მონა, რომელიც მოპატიჟედ წავიდა, იმ ანგელოზის სიმბოლოა, რომელიც დილაობით შეგვაღვიძებს ხოლმე, რომ წირვაზე წასვლის დროა. საღამოზე შეგვახსენებს ლოცვა გაქვს წასაკითხი. რაღაცა შეგვახსენებს და ჩვენ ტელევიზორი გვაქვს საყურებელი, რაღაცა გვაქვს დასარეკი. წაიკითხე 10-15 წუთი შენი საკეთებელი რაც არის და დაგიშალა ღმერთმა მერე ამ ტელევიზორის ყურება და ან ვინმესთან დარეკვა ან რამე. აი ეს არის რაღაცა, რომ შენ რაღაცა პირობა დადე, მოდი რა გააკეთე შენ და ლოცვი. რო გქვია მრევლი, რო გქვია ქრისტიანი, იყავი ეგეთი. რაღაცას ხო უნდა გულისხმობდეს ღვთისმიერი ადამიანი განსხვავებულს უღმერთოს. ამას ნუ მიიღებთ რაღაცა დამონათებად ძვირფასებო, მაგრამ სულ უნდა ვცდილობდეთ, როგორც წმინდა მამის სიტყვებია, რომ მარადის უკანასამას დავივიწყებთ და წინასამას მივწვდებით.
ანუ რაღაცა რაც მივახციეთ, იმას ტოვებთ იმისთვის, რომ კიდე ახალი მიღწევისკენ წავიდეთ. რომ ქრისტიანის ცხოვრება, სულიერი ცხოვრება ეს 8 წლია, ხო მინდა არ გითხრათ. ერთი გამონათქვამი როა კიდე გემებიო ყველაზე უსაფრთხოთო ნავსადგურში არიანო, მაგრამ ამისთვის არავინ არ აშენებს გემებს. გემი იმისია, რომ ჯერ ჭკვიანურად აშენდეს და მერე სწორად დაიტვირთოს და სწორად წავიდეს უკვე ახალ, ასე ვთქვათ, პორტებში თუ ზღვებში და ასე შემდეგ სასიარულოდ. სა ჩვენ ცხოვრებაც, ჩვენ ვართ ის გემები. უფალო იქნა ბრძანებაი და უთხრა მონამ, რომ არ მოდისო ეს ხალხი. განრისხნა სახლის უფალი. და მონას უთხრა, რომ წადი ადრიანად დაუძახეო. ადრე აქ საჩკაროთას ნიშნავს და ადრიანსაც ნიშნავს. უბანთა და ყურეთა ქალაქისა და ქალაქის გარეშემო, ანუ ქალაქის გარეუბნებში აი ყველგან მოიარება. და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობალთა შემოხადი აქ. აი კოჭლი, ბრმა, მიციქნება ყველა მოიყვანა. ეუბნება ეხლა ეს თავისი მონა, უფალო იქნა ბრძანებაი შენი და ადგილი არის. ეს შევასრულეთო. ის ხალხი გამოყვალ. არა კიდე დარჩა ადგილი. ეგ რამხელას უფრა აქვს ბატონს გაშლილი, რამდენმა ვინმე თქვა უარი. ის უფრა ხო იმათვის იყო გაშლილი. რამდენმა ვინმე თქვა უარი, რომ ბრმა, კოჭლი ყველა მოგროვდა და კიდე ადგილი. დარქვა უფალმა მან მონასა მას. განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსვლად, რაითა აღივსოს სახლი ჩემი. ისევ ავალებს უფალი ანგელოზს, რომ წადი გზაზე და გზაჯვარედინებზე. საჯვარედინი არის ჯვრის სიმბოლო. და აიძულე ხალხი რომ მოვიდნენ აქ. ანუ აი მაგარი მოპატიჟე იყავი. ხოლო გეტყვით თქვენ, არავინ მან კაცთაგან მან გემოიხილოს სერობის ამის ჩემის, არამედ თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედი რჩეულ. ის ხალხი, ვინც უარი თქვა ამ სუფრაზე მოსვლაზე, არავინ არ ეღირსებაო ამ ჩემი უკმის გატეხვას. და შეკრებებოდა მისაერი მრავალი მოიქცა და რქვა მას, რომელი მოვასჩენდა და არა მოიძულოს მამაითვისი და დედაითვისი და ცოლნი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმეყვალად სულიცათვისი ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩენდა. ანუ ვინც მხოლოდ თავისი აი ამ ხილულით და თავისი თავით განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს უფალთან ურთიერთობა და მართლა სულში არ ჩაიხედება ვერც ესეთი ადამიანი თურმე ვერ გახდება უფალთან ერთობის ღირსი. აქ კიდევ ვიმეორებ, ის მკაცრი სიტყვა მოიძულოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლა დედა არ უნდა უყვარდეს ადამიანს, მამა და შემდეგ. აქ ის იგულისხმება, რომ მხოლოდ ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარულის წყალობით, სწორი ქრისტიანობის წყალობით შეძლებს ადამიანი, რომ სრულყოფილად განახორციელოს სიყვარული დედისაც, მამისაც, დედმამიშვილისაც, მეგობრისაც, მეზობლისაც, თანამშრომლისაც, უფროსისაც, უმცროსისაც და ნაცნობისაც და უცნობისაც. სადაც ქრისტე არ არის ურთიერთობაში, იქ თავისთავად დაკარგულია ის სიმაღლე, რომელსაც ღმერთი ჩვენ გვთავაზობს. საღვთო სუფრაზე, ანუ ზიარებაში გაერთიანებას გვთავაზობს. შერიგებულ ურთიერთობას, გასუფთავებულ ურთიერთობას გვთავაზობს უფალი და ჩვენ თუ სხვაგვარი ურთიერთობა გვინდა, კი ბატონო, მაგრამ ის სხვაგვარი გულისხმობს იმას, რომ იმასაც კარგავ და იმასაც კარგავ. იმიტომ რომ მარადიულზე, აი ამ გასუფთავებულზე შენით ამბობ უარს. და ის დროებითი ჩვენი აწყობილი ურთიერთობები და წესები იმისი დროებითია, რომ რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს, სულ 800 წელი გაიწელოს, მაინც თავდა. რაც არ უნდა იყოს ეს. აი ამიტომ ძალიან ესეთი სწორი გულისხმიერება გმართებს ჩვენ, ჩემო ძვირფასი. სამოციქულო, რომელიც დღეს წავიკითხეთ და ჩვენ ვართ ხალხო მართლა, არ დაგვავიდეს რომ ჩვენ ვართ ის გარეუბნებში, ზაჯვარედინებზე შეკრებილი ბრმები, კოჭლები და ასე შემდეგ. ვინც გვიან გამოეხმაურეთ უფლის დაძახით. და თუ ჩვენ დავიზარებთ ხოლმე გამოხმაურებას, ვიღაცა ჩვენ მაგიერი კოჭლი და რუსიაიც იქნება, ვინც კიდე მოვა აქ. ამიტომ არასოდეს არ დავიზარებთ. აი ეს არის სათავე ყველანაირი სწორი ურთიერთობისა. როცა სათავე არის წმინდა,
მერე წყაროც წმინდა. თორე გზაზე წყარო რამდენიც გილდა ფილტრე და ასუფთავე. თუ სათავე ბინძურია, ის ყოველთვის დაბინძურდება, როგორც კი გაჩერდები და ვერც გაჩერდები. სამოციქულო, რომელიც დღეს წავიკითხეთ, ძალიან დიდი ზნეობრივი შეგონებების შემცველია. ძალიან ისეთი პირდაპირ გულზე მოსახვედრი სიტყვებია შემოკარგება. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხოვრება იგი ჩვენი. როგორ თან დავიცი პოეტურია თუ სიყვარულით ნათქვამია, როცა ქრისტე გამოჩნდება, გამოცხადდება, მეორე მოსვლაზეა საუბარი. ჩვენი სიცოცხლე, იმიტომ რომ ძველ ქართული ცხოვრება ახალ ქართულად არის სიცოცხლე. მაცხოვარი ნიშნავს სიცოცხლის მომცემს. მაშინღა თქვენცა მისთანა გამოცხადნეთ დიდებით. ის რომ ეხლა შეიძლება არ ჩანს დიდებულად რაღაცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა დიდებული არ არის. ამ რაღაცის დიდებულება გამოჩნდება მაშინ, როდესაც ქრისტე გამოჩნდება დიდებით. იმიტომ რომ ქრისტეს პირველი მოსვლა ისედაც იყო მონის ხატით. ვიცით ხო, ჩვენ თავმდაბლობით, მორჩილად, ყველას თავი ხელში ჩაუგდო, ყველას მოემსახურა და იმის მერე მოსვლა იქნება უკვე დიდები. ის დიდება არ გულისხმობს იმას, რომ უფალს ან მოწყალება, ან კაცს მოყვარება დაავიწყდება, მაგრამ უკვე გამოცხადდება თავისი დიდება. და ის ხალხიც, ვინც მას ამ თავმდაბლობაში, ამ სიკეთეში მიყვებოდა, მათი დიდებაც სწორედ მაშინ გამოჩნდება. მოაკვდინ მაშინღა თქვენცა მისთანა გამოცხადნეთ დიდებით. მოაკვდინეთ უკვე ასონი თქვენი ქვეყანასა ზედა. ასო ნიშნავს ძველ ქართულად სხეულის რაღაცა ნაწილს. მაგრამ იმავდროულად შეიძლება ნიშნავდეს პიროვნების ნაწილსაც. ანუ ამ შემთხვევაში რაღაცა თუ სხეულის ნაწილს, თქვათ გრძნობის ორგანოსაც. გრძნობასაც. სიძვა, არაწმინდება, ნება, გულისთქმა ბოროტი, ანგარება, რომელი არის კერპსახურება, რომელთა ესე მოიწევის რისხვა ღმრთისაი ნაშობთა მათზე და ურჩებისა. რომელთათვის მოიწევის რისხვა ღმრთისაი ნაშობთა მათზე და ურჩებისა. ვიღაცები აი ურჩობისათვის დაბადებულნი არიან. ამ ყველაფერსო თუ თქვენ არ მოიშორებთო, ამ ყველაფრისთვის მოიწევის რისხვა ღვთისა. ისე რომ გაგიწყრება ვიღაცა, ის როგორია და ღვთის რისხვა რო გექნება, ის როგორიღა იქნება, ერთმა ყველა დავიქაროს. რომელთა იგი შინა თქვენცა სამე იქცეოდეთ, ოდეს იგი სხონდებოდეთ მათში. თქვენც ეს კოლასელთა მიმართალის მიწერილი თავის დროზე და ამ ყველაფერშიო თქვენს ტრიალებდითო, სანამ სიცოცხლეს მიიღებდითო, ანუ სანამ ქრისტეს მიყოლას მიიღებდით. ხოლოაც განეშორეთ თქვენცა ყოველივე. რისხვა, გულისწყრომა, უკეთურება, გმოობა, უშვერის სიტყვა პირისაგან თქვენის. ანუ აი ეს უძდელო მაშინაც იმ პირველ საუკუნეშიც, ახლაც აი ეს ყველაფერი რა, რომელიმე წასულია, გამქრალია. უშვერის სიტყვა, გმოობა, უკეთურება, გულისწყრომა, გაბრაზება, გადაკიდება. ნუ იტყვით ერთ-ერთსა, განიძართეთ ძველი იგი კაცი საქმით მისით. ერთმანეთს ნუ ეკამათებითო, ძველი კაცი, ანუ თქვენი ძველი პიროვნება განიძარცვეთ, ანუ გაიხადეთ, გაიძრეთ თავისი ძველი პიროვნული მახასიათებლებიანაო. თუ გინდათ მართლა განახლება, თუ გინდა მართლა ახალი სიცოცხლის დაწყება. და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერება მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა. და შეიმოსეთ, ანუ ჩაიცვით, ძველი გაიხადეთ, ახალი ჩაიცვით, მსგავსად ხატი რას ნიშნავს? სახეს. და თან რა არის იცით? სიტყვა მეცნიერება წერი, მეცნიერება ანუ ცოდნა წერია. შეიმოსეთ ახალი პიროვნება, ახალი კაცი, ესე იგი, განახლებული მეცნიერება, ანუ ცოდნა, ქრისტესგან მოცემული ცოდნა. მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა. ის ცოდნა, რომელიც ამ ცოდნის დამბადებელს მიგამსგავსებს და მის ხატს, მის სახეს მიგაბაძვინებს. სადა იგი არა არის წარმართი და ჰურია, წინადაცვეთილება და წინადაუცვეთილება,
ბარბაროს, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. და გავერთიანდებითო, ესე იგი, აი ამ ახალ ხატში, ახალ სახეში, იქ სადაც აღარ იქნება იქაური, აქაური, იმ თანამდებობის პირი, ამ თანამდებობის პირი, ისეთი, ასეთი, არამედ ყველაფრის ცენტრში იდგება ქრისტე და ყველა თავისი მოკრძალებით, მოწიწებით იქნება აი ამ ერთობაში. თორე ვიღაცა ქვის ხელოსანი იქნება, ვიღაცა რკინისა, ვიღაცა მომღერალი, ვიღაცა მხატვარი, ვიღაცა მასწავლებელი, ვიღაცა ექიმი, რა მნიშვნელობა? ჩვენი პროფესიაა, ჩვენი ცხოვრებაა, რაც კარგად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ დანარჩენი ადამიანური ურთიერთობა ეს არის ქრისტეს შუაკაცობით ასაწყობი. ამიტომაც ჩვენს ხალხო დავფიქრდეთ, აი ეს რაც ჩამოთვალა ჩვენმა საყვარელმა პავლე მოციქულმა, რომ აი ეს განიშორეთ რისხვა, გულისწყრომა, უკეთურება, გმობა, უშვერი სიტყვა პირისაგან თქვენისა, ერთი-ერთსა თქმა, ანუ ერთი მეორესთან პოლემიკა და კამათი. აი ეს ხო ჩვენ გვეხება, ესე იგი, ჩვენც გვეხება, თუ იმათ ეხება და ეკლესიამ ეს შეინახა, ესე იგი ჩვენც გვეხება. ვერც ვერ აუვლით, რა თქმა უნდა, იმას, რაც ორიოდე დღის წინ აქ მოხდა. მაგრამ ნახეთ, ის რაც ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს, აღარ მოყვები ახლა ამ დეტალებს, ხო, თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, როგორი მართლა სამარცხვინო ფაქტიც მოხდა. მაგრამ ხომ არის რაღაცა და საერთოდ თუ განწყობა გვაქვს სწორი, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გვაერთიანებდეს, კი არ უნდა ყოფდეს. ანუ რაღაცა ხომ უნდა იყოს, რაც გვაერთიანებს, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ის სკვითისა, ბარბაროზისა, ფრანგისა თუ ავსტრალიელისა? რაღაცა არის უბრალოდ აი მართალი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გვკრებდეს, ხო? განსაცდელმა ჯერ ერთი ჭირსაშინა გამაგრება ისე უნდა ვითქვით კვირსა, უნდა ვიკრიბებოდეთ, ერთმანეთს მხარში ვედგეთ, ვანუგეშებდეთ. აბა არის ჩვენი ქრისტიანობა ბოლო-ბოლო. მადლობა ღმერთს, ალბათ 98-99% ვინც ყოველდღიურში მე შემეხმიანა და ასე შემდეგ, ყველა გვიკავშირდებოდა იმისათვის, რომ თანაგზნობა, თანადგომა, შველა შემოეთავაზებინა, გამოეცხადებინა, ადამიანები მილეკავდნენ, რომ ვიმორიგებებთ ტაძართან და ასე შემდეგ. მოვიდა არაერთი ადამიანი და მადლობა ღმერთს, რომ მთლიანობაში შეფასება მოვლენისა იყო ნეიტრალური, იმიტომ რომ არც მე ჩვენ განცხადებაში რაც იყო და მე მგონი ჩვენი მხრიდან არავის არ გაგვიკეთებია ვინმესკენ ხელის გაშვერა, რომ ეს იმან გააკეთა, ან იმან გააკეთა, ან ვიღაც ჩვენ დავაფიქსირეთ მხოლოდ ფაქტი, რომ მოხდა ტაძრის წმინდა სივრცის, სალოცავი სივრცის, რელიგიური სივრცის ესეთი შეურაცხყოფა. მეტი არაფერი ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. ჩვენ არ დაგვიწყია გამოძიება, ჩვენ არ დაგვიწყია პროკურორობა, ამას მიხედოთ შესაბამისმა ორგანოებმა. ყველაფერი ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ვცხოვრობდეთ და ყველამ თავის გასაკეთებელი გააკეთეს. მე რა სამართალი აღვასრულო ამ ხრივ, მე საეკლესიო სამართალს და აქ ჩვენსაც ჩვენ გავაკეთებთ და განსაზღვრავთ, მაგრამ იმის იქით უკვე არის რაღაცა, რაც ჩვენ კომპეტენციას უფლებამოსილებას შორდება. ჩვენ არავისთვის ბრალი არ დაგვიდია. მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ადამიანების უმრავლესობის ერთიანი პოზიციის მიუხედავად იყო სხვა პოზიციებიც. დასაშვები პოზიციები, კი ბატონო, ადამიანს თავისი აზრი აქვს, ღმერთმა უშველოს, ღმერთმა გალოცოს კონდეს. რომ ეს იმის გაკეთებულია, ამის გაკეთებულია, არ ვიცი ხალხო, ვისი გაკეთებულია. გამოჩნდება დაიწყო. სიტყვის გამოშვებას თქმას არაფერი არ უნდა, გაფრენილი ჩიტივით, მაგრამ აბა დაიჭირე და უკან დაიბრუნე შენი ნათქვამი სიტყვა მერე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ბრალი არავისთვის არ დაგვიდია. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ველით იმას თუ რას ქვეყნის გამოძიება. თორე ეს არ არის ფაქტი, რომლის უბრალოდ წაყრუება და ჩაჩუმებაც ესე მარტივად შეიძლება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვიღაცას გვარი წავართვათ და გადავწვათ თუ რა. არა, უბრალოდ გაირკვეს ვინ არის ამაში ბრალეული, რა უნდა და რას გვერჩოდა, იქნება რაღაცა სამართლიანად გვერჩოდა, რაც იქნება მოსანანიებელი გვაქვს რამე და ვერ მოვიდა ჩვენამდე ის. გვითხრას რა გვაქვს დანაშაული, იქნება გამოვასწოროთ კიდევ თუ ესეთი რამე არსებობს.
თუ არა და თვითონ გითხრათ რა მოტივი ჰქონდა, რა აღძრა იქითკენ რომ მოვიდა და დაუწყო ტაძარს ქრისტესროლო. აი ეს პოზიცია რომელიც რაღაცა ნაწილმა დაიჭირა რომ აი თქვენ ისე ასე თქვენის ხალხი არ ხართ, ჩუმად რო ხართ და ვიღაცას აზიანებენ. ხალხო მოდით რა განვასხვაოთ. მე აგერ ვარ ცოცხალი ადამიანი. მე თუ ვინმეს რაღაცა დაუშავებ, მერთმა დავიფაროს აგერ გიორგის თუ რა ვიცი, ლევანის თუ აკაკის თუ რაღაცას. მე ცოცხალი კაცი ვარ, ესე იგი მე ეს პოზიცია დავაფიქსირე, მე რაღაცა ვიდექი, მე რაღაცა ვიყავი, მე რაღაცა ვთქვი. მოდი და მე მითხარი თუ მე რაღაცა დავაშავ. უთხვი, ძეგლი, ქვა, რომელიც არავის არ გამოკიდებია, არავისთვის არაფერი არ უთქვამს. თბილისის უძველესი ნაგებობა. თბილისის სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქისა. ვახტანგ გორგასლის და დავით უჯარმელის მიერ აშენებული სალოცავი დაჩი უჯარმელის მიერ აშენებული ტაძარი. აი კალენდარს რო გადავშლით ნახევარი წმინდანები ვინც აგვიწერია ქართველები ყველა არის ამ თაღებს ქვეშ ნამყოფი. ხო აი რაღაც საოცარი ადგილი, სამეფო, საპატრიარქო ტაძარი, ეზო და ასე შემდეგ, ხო? ამან ვინმეს რამე შეურაცხყოფა მიაყენა, კაი მე დავუშავე ვიღაცას, მე არ მოვეწონე ვიღაცას. მოდი და მე მითხარი პიროვნულად რომ რაღაცა შეგეშალა, რაღაც ნაკადაგარი არ მომეწონა, თქმა არ მომეწონა, შემოხედვა, ყურადღება არ მომაქციე. ქვას, ტაძარს, სიწმინდეს ჩემი თუ არ არის? ყველასია. რატო ექცევი ასე? ამას როგორ ამართლებ იმითი, რომ თურმე ვთქვათ, თუნდაც მე რაღაცაზე ჩუმად ვარ, ერთი რა ჩუმად ვარ ეს ცალკე თემაა, მაგრამ ვთქვათ და ამას რას ერჩი? აი ამასთან რა გინდასა, რატო შოულობ იმ ლაყე კვერცხებს? საგანგებოდ რომ აქ გაწმენდის მერეც 2 დღე სუნი იდგეს კი. ამას რატო აკეთებ? ამას რითი გაამართლებს? თუმცა კიდევ მეორე იმან რამაც ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ნიჭიერები ვარ ზოგადად ადამიანები ისე ნუ მოიქცევით რომ პირიქით ამან გავყოს ვინ რომელ მხარეზეა ჯერ ერთი ვიცით რომ არ ვკითხულობთ აქ თუ მოდიხარ ქრისტესთან უნდა მოდიოდე აგერ ვთქვით დამთავრდა იქ იქაური აკაური აქ ქრისტეა ცენტრში მოლაწმინდა სამეფო ღმერთი შენ თუ აქ მოდიხარ ღვთისმიერებისთვის მეტი რისთვის უნდა მოდიოდე და ეს დალოცვილი ესა ვინ რომ პირობითად თქვათ რომ ვიღაცა რომელიღაც მხარეზეა ჯერ ერთი როგორ შეიძლება ქართველების სხვადასხვა მხარეზე ვიყოთ მაგრამ თქვათ და ვიღაცა ცალ-ცალკე მხარეზეა პირველ მეორე მესამე მეოთხე მხარეზეა რა ვიცი ეს ფაქტი ცალკე ვთქვათ ფაქტად ვინმეს მოწონს თუ არ მოგწონს ვთქვათ ყველა მხარემ ვიყოთ ერთიანი რომ ეს არ არის სწორი ამას რა თუნდა მხარეობა ხალხო რაღაცა დაფიქსირდა სხვაგან რა მნიშვნელობა აქვს პირობითად რომელიღაცა მხარეს ვთქვათ ისევ რომ რაღაცა თუ არ მოგწონს ანუ თუ ვეთანხმებით სხვა არის მაგრამ თუ არ მოგწონს ყველამ ვთქვათ რომ ეს რაღაცა არ არის სწორი ვიღაცა ვიღაცას რომ ჯანმრთელობას დაუზიანებს არ არის სწორი კი ბატონო ვინც გინდა იყოს რომელი მხარეც გინდა იყოს ნუ დავაინვალიდებთ ნუ გავაუბედურებთ ერთმანეთს კი ბატონო ამიტომ ის რაც უნდა გვაერთიანებდეს აღმოჩნდა რომ კიდე ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა და წაეკიდნენ ადამიანები იქ რა ვიცი მე მიწერ-მოწერები ძარებით მე პირადად რაღაცეებმა დამირეკეს და ეს იმის გაკეთებულია ეს არ ვიცი ვის გაკეთებულია ერთი ერთ მხარეს აბრალებს მეორე მხარეს აბრალებს პროფესორი ხალხი მირეკავს და ისინი მეუბნებიან აი რაღაცამ გააკეთა არაა საინტერესო კითხავად არ ვარგივარ ბუდისტი ყავას ჩახედვა მე არ ვიცი და იმარზე რა ქვია სანთელზე დაჟინებული მზერით რაღაცეების გამოცნობა ვერ ვიმკითხავებ ისი გაკეთებულია მე ვიცი რომ ფაქტი არის ცუდი ეს არ უნდა მოხდეს არც მართლმადიდებლურ და არც რომელიმე სხვა რელიგიის საკულტოს ვიტყვით თუ როგორც ვიტყვით სალოცავ სივრცეში და ქართველობა ამითი ვამაყობთ რომ ჩვენ როგორც ერთმანეთს ისე სტუმარსაც ვინც სტუმრის და პატიოსანი და ვაშკაცური წესით არის ჩვენთან მოსული პატივს ვცემთ და ძალათი არავის არც სარწმუნოებას ვაცვლევინებთ და არც არაფერი თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა რა თქმა უნდა და ყველას ვაძლევთ ის იეზიდი იქნება თუ მუსლიმი იქნება თუ რაც იქნება თავის
წესით ილოცოს და მოიქცეს ღირსეული. თუ რა თქმა უნდა, საერთო ადამიანურ ურთიერთობის წესს იგი დაიცავს. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, ეს იქნება ჩვენი სირცხვილი. მრევლის განსაკუთრებით სირცხვილი, ვინც მრევლი არ არის და ვინც აქაური ამბავი არ იცის, კიდე ხო. მრევლის დიდი სირცხვილი იქნება, თუ ჩვენ ამ ამბავს ვაქცევთ ერთმანეთთან, ან ვინმესთან დასაპირისპირებელ მიზეზად. ამ ამბავმა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს პირიქით, რომ ეს რაღაცა არ ვარგა, არ შეიძლება და არა პირიქით კიდევ ვინმეს გადაკეთდეს. რომ იმის გაკეთებულია, ამის გაკეთებულია, არ ვიცით ვისი გაკეთებულია, გაირკვევა. არ გაირკვევა, მაინც არ გვეცოდინება, ხო? იქნება მხოლოდ ვარაუდი და ვარაუდით კიდევ ვიღაცას ქვავესროლოთ და ტალახი იწეს. თუ არ იცი, ზუსტად უნდა გაჩვენო. ეს არის სწორი. რაც გაირკვევა, არაფერი არ დაიმალება კი. მით უმეტეს აქაური მრევლისთვის. ძალიან გთხოვთ ხალხო, აი ეს გონიერება და მე ვფიქრობ რაღაცნაირად სწორი ადამიანური, სწორი ვაჟკაცური და სწორი სამოქალაქო თვისება გამოვიმუშაოთ რა ჩვენ თავში. დროზე ადრე სიტყვა ნუ გაგვასწრებს. ნუ დაუწყებთ ვიღაცას რაღაცის დაბრალებას. შეიძლება მართლა იყოს დამნაშავე, მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ არის დამნაშავე. მაგრამ ჯერ გაირკვეს, დასაბუთდეს და უდანაშაულობის პრეზუმპცია ქრისტიანობამ მოიგონა. და ჯერ კიდე ძველი აღთქმიდან დაიწყო. მე-20 საუკუნეში მიაღწია სამოქალაქო კანონმდებლობამ იმას, რომ ერთი ვიღაცა მეორის დანაშაულისთვის არ უნდა იჯებოდეს და კონფისკაციას და რამეს არ უნდა ექვემდებარებოდეს და ჩვენ ეს ვიცოდით 20 და 25 საუკუნით ადრე და ეხლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხვებზე გვიან. სანამ არ დამტკიცდება დანაშაული, ადამიანის დადანაშაულება არ არის სწორი. თორე ვიღაცა გაკერპდა და გაჯიქდა და იძახის სწორი ვარო, ეგონოს რომ სწორი არა უკვე. ამიტომაც ძალიან გთხოვთ ხალხო. ჩემი მოვალეობა როგორც ამ ტაძრის ღვთისმსახურისა, წინამძღვრისა და ჩვენი ყველა საერთო პასუხისმგებლობა არის, რომ ჩვენ აქ უნდა შევინარჩუნოთ ერთობა, ქრისტიანული სული. ის საერო სული მხოლოდ გაგყოფს, დაგხვლებს, დაგვამტრევს. იმიტომ რომ დაყავი და იბატონე ეშმაკის მოგონილი. და ქრისტე კრებს თავის გარეშე მოყოლეს. და მან თქვა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშტვამნი და ტვირთძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. მოდით დაღლილები, მოდით ტვირთით დამძიმებულები და ჩემთან ყოველ განსვენებას, რადგანაც ტვირთი ჩემი ტკბილ-არს და უღერი ჩემი სუბუქ-არს. ქრისტე ვიტვირთოთ თუ რამეა სატვირთავი ხალხო, ნუ ვიტვირთავთ ბოღმას, ნუ ვიტვირთავთ რავი 1000 სისულელეს, ვიყოთ ერთობით როგორც ქრისტემ გაგვაერთიანა დები და ძმები, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ბარძიმში ვართ შეკრებილი და ერთად ვეზიარებით და ჩვენ ერთ ემბასში ვართ ყველა დაბადებული. მოდი როგორ ავთქვათ, ერთი დედის მუცლიდან ვართ ყველა დაბადებული, ერთ იორდანეში, ერთ ემბასში. თორემ ეკლესია არის დედა. ერთი დედის ეკლესიის, ერთი მამის ღმერთი შვილები ვართ ყველა. ნუ მოვიქცევით ისე როგორც დედმამიშვილებს არ ეკადრებთ. ძალიან გთხოვთ. ან რას ვიყავთ, ვის რა მოგვიტანია, ვინ რას ავიღებთ თან. მოვიქცეთ მშვიდად, ზომიერად და გონიერად. ძალიან ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ზედმეტი ვისაუბრე, მაგრამ ეს არის ის, რაც რაღაცნაირად შეიძლება ემოციამ მათქმევინა და ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მაგრამ სამწუხაროდ აი საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის თქმას, არაფრის დაწერას, არაფერს, მაგრამ დავინახე, რომ ეს იქცა ადამიანების დაპირისპირების მიზეზად და მე ვერ გავჩერდებოდი. არანაირი მიზეზი არ აქვს ჩვენ დასაპირისპირებლად. უბრალოდ არანაირი. თუ ვიღაცა თვლის რომ ეს სწორი იყო, თქვას მაშინ და დაამტკიცოს ეს. და თუ ვიღაცა თვლის რომ ეს არ არის კარგი, აქ იქნება თუ სხვაგან იქნება, თქვათ ეს და დამთავრდა. რა არის ამაში საჩხუბარი? რა მნიშვნელობა აქვს სხვა რაღაცაზე რა პოზიცია გვაქვს? სხვა რამეზე ვინას ვფიქრობთ? ამაზე თუ ვფიქრობთ რომ ეს არის არასწორი, თქვათ რომ ეს არის არასწორი. მორჩი. რაღაცა იქ რო ის რაღაცა შენ ეს სწორია მითხარ. მორჩი. აგვიფაროს, გაგვაერთიანოს, გაგვამშვიდოს, სულიერად, ხორციელად, ფიზიკურად აგვაშენოს ქრისტემაც ხوارმა და შევირგოთ მისი წყალობა, რომელიც უშურველად ყოველდღე მოედინება ჩვენზე და მთელ კაცობრიობაზე. დალოცვილები იყავით, საყვარელო ძმებო და დებო. მომდევნო კვირის განრიგი იქნება ჩვეულებრივი
სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს წირვა, ხუთშაბათს არაკლისი, არასკევს ლოცვა, შაბათს წირვა, კვირას შაბათს ლოცვა და კვირას წირვა. გარდა ამისა, საერო ახალი წელი დგება უკვე. ყველას გილოცავთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ. ნუ რა ვიცი, დღე გათენდება, დაღამდება, რა მნიშვნელობა აქვს, ხან ახალი წელი იქნება და ხან სხვა რომელიმე დღე, მაგრამ თუ ესე ითქვის, ყველაფერი ძველი, ჩვენი პიროვნული განიძარცვეთო, აგერ ძველი, ცოდვილიო ქრისტიანობისა, განგვეძარცვოს ყველაფერი ძველი, დაგვეტოვოს და მართლა იმ ახალი სამოსით, ახალი სიმშვიდით, ახალი სულიერი ცეცხლით შეგვებიჯებინოს მომდევნო წელიწადში და ავშენებულიყავით ჩვენც და აგვეშენებინოს ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი საზოგადოებაც და გავახაროთ ჩვენი მამა, ჩვენი დედა, მამა ეკლესია და დედა ეკლესია და გავიხაროთ ყველამ ერთობითა და მშვიდობით ჩვენ საყარელ სამშობლოში. გაიხარეთ და გაძლიერდით ჩვენთან არც ღმერთი. დიდი მადლობა ყველას დაუზარმობისთვის და აწყობისთვის. გილოცავთ ყველაფერს ერთად.